მე ვარ ჰათჰორი. გიყვებით ჩემს ეგვიპტურ ნახატებზე. მათ ენერგეტიკულ ძალასა და არქეტიპულ საზრისებზე. ჩემი ნახატები ესაა ეგვიპტური ხატწერა, რომელსაც ვასრულებ ეგვიპტური ორიგინალებიდან, რომლებიც შემოინახა ეგვიპტურმა ტაძრებმა, პირამიდებმა, სარკოფაგებმა. ძველი წელთაღრიცხვის მეორე 1000 წლეულის სახელგანთქმული ეგვიპტური სტელა მედინადან, ქანაანურ ეგვიპტური ქალღმერთის ქეტეშის გამოსახულებით. ქეტეშს შიშველის სხეულით გამოსახავდნენ, რითაც გადმოცემულია ქალღმერთის კავშირი ბუნებასთან, ბუნების ნაყოფიერებისა და სიყვარულის ძალებთან, პირველყოფილ სექსუალურ ენერგიასთან. თუმცა ქეტეშის ატრიბუტებს სამყაროს შესაქმისეულ პირველ საწყისებთან მივყავართ. ქალღმერთს მარჯვენა ხელში ლოტოსის ყვავილები უჭირავს. დასაბამისეული პირველ წყლებიდან დაბადების. შესაქმისეული პირველ წყაროსთან უწყვეტი კავშირის სიმბოლო. ხოლო მარცხენა ხელით იჭერს გველს, ქალური ხთონური პირველ მატერიის, არქეს სიმბოლოს. ქალღმერთის ფეხქვეშ ლომი ეს ძალაა. ამ მითოლოგემას მოგვიანებით ხვდებით ტაროს არკანებსა და შუა საუკუნეების ალქიმიურ ტრაქტატებში. ქალღმერთი ქეტეში გარემოცულია ორი ძლიერი ღმერთით. მარჯვნივ უდგას ქანაანელთა ომის ღმერთი რეშეფი, როგორც მასკულანური დაცვა და უსაფრთხოება ფემინურისთვის. მარცხნიდან უდგას ეგვიპტური ითიფალური ღმერთი მინი, ერიგირებული ფალოსით, როგორც სამყაროს პირველ მატერიის გამანაყოფიერებელი მამრული სექსუალური ენერგიის სიმბოლო. ქალღმერთს თავზე ადგას მზის დისკო, რითაც სამყაროს კოსმიური შუქის ნაკადებით ასხივოსნებს. ალქიმიური ქალღმერთი ქეტეში. ყველა ქალური საწყისი ერთ ქალღმერთში.